განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით თბილისში დღეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება მიმდინარეობს. პროექტის სახელწოდება სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის. პროექტი 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მისი მიზანი დასაქმების ხელშეწყობა, სოციალური ინტეგრაცია, სიღარიბისა და მოწყვლადობის დონის შემცირება იყო. დღევანდელ შეხვედრაზე საზოგადოებას პროექტის განხორციელების პერიოდში განათლებისა და დასაქმების სფეროში მიღწეული შედეგები უნდა გააცნონ და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელონ. ჩვენი ჟურნალისტი ელენე ქორქია მოგვიყვება უფრო მეც ამ პროექტისა და ამ შეხვედრის შესახებ. ელენე, შენ ეთერში ხარ. დიახ, მაგდა, პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ისწავლე დასაქმებისთვის განხორციელდა 6 საქართველოს რეგიონში და დაახლოებით 3800-ზე მეტმა აპლიკანტმა მიიღო ამ პროექტში მონაწილეობა. მათ შეეძლოთ, რომ რეგიონებში მისულიყვნენ სპეციალურად დასაქმების ხელშემწყობ პუნქტებში და განეცხადებინათ თუ საცურთად დასაქმება, რა გამოცდილება ჰქონდათ და ამის საფუძველზე ზუსტად შემდეგ მათ შეეძლოთ გაევლოთ მაგალითად პროფესიული განათლება, სადაც მაგალითად გაიარა დაახლოებით 700-ზე მეტმა აპლიკანტმა, ასევე 500-ზე მეტმა სტაჟირება გაიარა და 800-ზე მეტი აპლიკანტი დასაქმდა 3 თვეზე მეტი ხნით. მოხსენებლები ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები, რადგან მომავალში ძალიან ბევრი ადამიანი სწორედ ამ პროექტებიდან ხდება ძალიან წარმატებული. უნდა ითქვას ისიც, რომ მოწყვლადი ჯგუფები იყო ძირითადი ადამიანები, ვისაც გაკეთდა აქცენტი. ესენი იყვნენ მაგალითად მარტოხელა დედები, იყვნენ ახალგაზრდები, რომლებიც რეგიონებში არც სწავლობენ და არც მუშაობენ და ასევე მაგალითად ზრდასრულები, რომელთაც პროფესიის შეცვლა სურდათ, ან კიდევ განათლება რაღაცა მიზეზების გამო შეწყვიტეს. ისარგებლა როგორც ახალგაზრდამ, ასევე ზრდასრულმა რეგიონებში კარიერული დაგეგმვისა და დასაქმების ცენტრების სერვისით. აქ საუბარი არის არა ერთჯერად, ასე ვთქვათ, კონსულტაციაზე, არამედ მრავალჯერად კონსულტაციაზე. მიწოდებული იყო მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრენინგები, რაც მთავარია ადგილობრივ თვითმმართველობასთან და ადგილობრივ ბაზარზე მოქმედ კერძო სტრუქტურებთან ძალიან სერიოზული ურთიერთობები და კონტაქტები დამყარდა. ამას ადასტურებს იმ დასაქმებულ ადამიანების რაოდენობაც, რომლის წარდგენაც განხორციელდება. 3800-ზე მეტმა ადამიანმა მოგმართა 6 დასაქმების ცენტრში დახმარების სურვილით და მათ მიიღეს ერთი და მეტი კონსულტაციები და შეიძლება თამამად ითქვას, რომ 80%-ზე მეტმა ისარგებლა ორჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ კონსულტაციით, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ სერვისი იყო ძალიან მოთხოვნადი და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ამ ადამიანებისთვის. მეორე მხრივ ჩვენ აქტიურად გვყავდა ჩართული დამსაქმებელი სექტორი ამ პროცესებში, იმიტომ რომ მათ ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს ზოგადად აი ამ დასაქმების მეთოდოლოგიაში, რომლითაც ჩვენ მუშაობდით. პროექტის შეჯამების ფარგლებში წარმოდგენილი იყო იმ ადამიანთა რაოდენობა, იმ ადამიანთა მოსაზრებები, რომლებმაც გაიარეს სწორედ ეს პროგრამები. ისინი ძირითადად მაგალითად არიან COVID პანდემიის დროს დაზარალებულები, რომლებმაც მაგალითად დაკარგეს სამსახური და შემდგომ შეუდგნენ სხვა საქმიანობის ძიებას. მათ ეს ცენტრები სწორედ დასაქმებაში დაეხმარათ. ასევე რაც აღსანიშნავი არის ის, რომ ტურიზმის და საზღვაო სექტორში ასევე შეიქმნა ახალი საგანმანათლებლო პროფესიული საქმეები და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ტურიზმის განვითარებისთვის და უნდა ითქვას ისიც, რომ ამ პროექტმა ძალიან დიდი შედეგი გამოიღო, რადგან ძალიან ბევრი ახალგაზრდა და მათ შორის ზრდასრულიც დასაქმდა.